დღეს ვხედავთ, რომ აბსოლუტურად ყველა ადამიანის უფლება ირღვევა და მით უმეტეს შშმ პირისუფლება, ხო? და თუ ჩვენ ვერ გავწევრიანდებით ევროკავშირში, მაშინ ძალიან დიდი საშიშროების წინაშე აღმოჩნდები. მე უშუალოდ ევროპულ დახმარებაზე როცა ვფიქრობ, პირველი რაც მახსენდება, ეს არის აჭარაში საპილოტო რეჟიმში ამოქმედებული პერსონალური ასისტენტის პროგრამა, რომელიც ევროკავშირის მხარდაჭერით დაიწყო თავდაპირველად რამდენიმე წლის წინ, რამაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათემს მისცა უფრო მეტი არეალი თავიანთი დამოუკიდებელი ცხოვრების უნორჩვევები განევითარებინათ და დაეწყოთ დამოუკიდებელი ცხოვრება. ჩემი ერთი ინგლისელი მეგობარი იძახდა, რომ კი ინგლისში ძალიან მაღალი ხარისხის შშმ პირთა უფლებების დაცვა, ბევრი სერვისი გვაქვს, მაგრამ სამწუხაროდ რაც ევროკავშირიდან გამოვედითო, თვითონ მეუნებოდა ახალი ინოვაციები ძნელად ინერგება, იმიტომ რომ ევროკავშირი აფინანსებდა ამ ინოვაციებსო და ჩვენო შშმ-თემი ამასო ძალიან კარგად გრძნობთო და თქვენ წარმოგიდგენიათ, რომ ინგლისელმა შშმ პირმა თუ იგრძნო ეს ცვლილება ევროკავშირისგან ყოფის ჩვენაერ ქვეყანას, რომელიც სრულად არის დამოკიდებული ესეთ ევროპული დასავლური დონორების დაფინანსებაზე, რა შედეგს შესცენს. მე გახლავართ დედა 22 წლის გოგონასი, თათიასი და მისი დაბადებიდან მოყოლებული დღემდე ასე ვთქვათ, გვიწევს ერთობლივი ბრძოლა გადარჩენისთვის, თავის დამკვიდრებისთვის, დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის და ყველა ეტაპზე სხვადასხვა გამოწვევა გვაქვს. თათის ასაკიდან გამომდინარე ის ისეთ პერიოდშია დაბადებული, იმ დროისათვის თითქმის საერთოდ არ არსებობდა სერვისები. ეხლა მე ცოტა უფრო მეტი ფუფუნებაში, ასე ვთქვათ, ჭყალებში უწევთ ყოფნა შშმ პირებს, ბავშვებს და მათ მშობლებს. ჩვენ ამ ყველაფრის მოთხოვნა გვიწევდა თავის დროზე. ამაში ძალიან გვეხმარებოდა არასამთავრობო ორგანიზაციები, ცდილობდნენ გრანტების მეშვეობით განეხორციელებინათ ისეთი პროექტები, რომლებიც თუნდაც რეაბილიტაციისთვის, თუნდაც განვითარებისთვის სხვადასხვა ეტაპზე, სხვადასხვა პროექტის სახით. ყველა პროექტი არის ძალიან მნიშვნელოვანი, მინდა ვთქვა, მაგრამ ამ ეტაპზე ეხლა რასაც ხებულობს ჩემი შვილი, ეს არის ამას უკვე ხა რა თქმა უნდა ახორციელებს სახელმწიფო, თუმცა არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ არის ძალიან დიდი ძალისხმევა. ეს არის ასისტირების პროგრამა, რაც ორ მხრივად დაგვეხმარა ჩვენ, იმიტომ რომ იმის გამო რომ თათისთან მუშაობს ასისტენტი, მეც მომეცა საშუალება, რომ ამ დროის მანძილზე შევძლო ვიმუშაო და არ ვინერვიულო, რომ ჩემი შვილი ამ დროს ამ პერიოდში არის მარტო. რისკებს ხედავ იმაში, რომ არასამთავრობო ვეღარ იარსებებს, თუ მას არ ექნება საარსებო წყარო, ამ შემთხვევაში გრანტი. ჩვენ ხედავთ, რომ ნელ-ნელა სხვადასხვა ძლიერი დონორები გადის ჩვენი ქვეყნიდან, ვეღარ თანამშრომლობენ და არასამთავრობო ორგანიზაციაც უძლურია სახსრების გარშემო ერთს ვერ გააკეთებ, ხო? ამიტომ უფრო უკან შეიძლება წავიდეთ, თუ სახელმწიფომ რაღაცა არ შეცვალა ამ მიმართულებით და ისეთი კითხვის ნიშნებია იმათი მხრიდან დასმული ამ საკითხის მიმართ, რომ დონორებს საერთოდ აღარ უჩნდებათ სურვილი, რომ ჩვენ სახელმწიფოში რაღაც რესურსში ჩადონ. ეს ძალიან შემაშფოთებელია და ეს ორგანიზაციები ამ შემთხვევაში, ვინც ჩვენს მხარდამჭერად გვევლინება, თუ ნელ-ნელა ვერაფერს ვეღარ გააკეთებს, სახელმწიფოს იმედად ძალიან რთული იქნება არსებობა. რაღა დამოუკიდებელი ცხოვრების ხარისხზე საერთოდ ვიღას ეცლება იმ დროისთვის, როდესაც არსებობაზე გადავალთ მხოლოდ და რა ვიცი, იმედია ამ დონემდე არ მივალთ. დოკატირება ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ გაჩერა შეზღუდვის ადამიანზე გვაქვს საუბარი. ყველას არ შეუძლია საკუთარი ინტერესის კატეგორიულად დასმა. მე როგორც აღნიშნე, ჩემი შვილი არის ინტელექტუალური შეზღუდვის მქონე და თავისი სათქმელი ზუსტად გადმოცემა
ჩემი დახმარების გარეშე ჩვენ ადამიანების ასე თუ ისე მაინც ერთმანეთს ვეხმარებით, ხო? აბსოლუტურად დამოუკიდებელი ვერავინ ვერ ვართ. ამ შემთხვევაში თათის ჭირდება ჩემი სახით ადაპტირება. მე მის საქმეს ვაჟღერებ. სხვა პერიოდში, როდესაც მე არ ვიქნები, სხვა ვინმე მისი მხარდამჭერი გააჟღერებს ალბათ მის სურვილს და თუ ამას რაღაც დოზით შეგვიზღუდავს სახელმწიფო და იმ სხვა მხარდამჭერი არა მხოლოდ ფიზიკური ოჯახის წევრი, არამედ სხვა ორგანიზაციის სახით უფრო მსხვილი სტრუქტურა არ ეყოლება, ძალიან მისი სურვილები ჩაკვდება და დაიკარგება ალბათ. ჩვენ ძალიან რთული გზა გავიარეთ. ეს სათქმელად შეიძლება ესე მარტივად ერთ წინადადებაში ჩაეტიოს, მაგრამ ამ ყველაფრის გავლა არ იყო მარტივი, პირიქით ძალიან რთული იყო, ამიტომ არ გვინდა იქ დაბრუნება. რამდენიმე წლის წინ მივიღე ერასმუსის გაცვლით პროგრამაში მონაწილეობა, სადაც პოლონეთის ერთ-ერთ უნივერსიტეტში ერთი სემესტრის განმავლობაში გავაგრძელე სწავლა და ეს იყო ფაქტობრივად პირველი გამოცდილება ჩემთვის, როცა სამშობლოდ დავტოვე, ოჯახიდანაც გავედი და დავიწყე დამოუკიდებლად ცხოვრება აბსოლუტურად ახალ გარემოში, სადაც ძალიან ბევრი გამოწვევა იყო, ძალიან დიდი შიშების და ბარიერების გადალახვა მომიწია, თუმცა ბევრი რამ მასწავლა და ბევრი უნარჩვევა ჩამომიყალიბა და უფრო მეტი გავიგე ამით საკუთარ თავზე, საკუთარ შესაძლებლობებზე და მივხვდი, რომ ბევრი რაღაც გააკეთება შემიძლია და საკუთარი პოტენციალის რეალიზებისათვის ნამდვილად საჭირო არის ისეთი გამოცდილების მიღება, რაც შეიძლება საკუთარ მშობლიურ ქვეყანაში ვერ მიიღო. და ალბათ ამ ლოგიკიდან ამოვალ ისევ და ვიტყვი იმას, რომ მსგავსი პროგრამების, პროექტების ფუფუნება როცა აქვს ადამიანს, შეუძლია რომ საკუთარ თავში ისეთი უნარჩვევები და შესაძლებლობები აღმოაჩინოს, რასაც შეიძლება ერთი შეხედვით ვერ ამჩნევს ან გონია რომ არ ფლობს. განსაკუთრებით ისეთ არ მიყვარს ეს სიტყვა, მაგრამ მაინც უნდა ვიხმარო მოწყვლად თემში, როგორც შშმ პირთა საზოგადოება. და ალბათ ხომ თავარი დანაკლისი ეს იქნება საკუთარი პოტენციალის რეალიზების მიჩქმალვა ასეთი სერვისების არქონით. ძალიან ბევრი სერვისის ნაკლებობას განვიცდით როგორც თემი, რის გამოც ჩვენი პოტენციალის სრულ რეალიზებას სამწუხაროდ ამ რეალობაში ვერ ვახდენთ. პირველი ალბათ რაც ყველაზე დიდი დანაკლისი იქნება შშმ თემისთვის, ეს არის საგანმანათლებლო მიზნებისათვის ევროპული გამოცდილების მიღება. ჩვენ გვჭირდება ევროპული გამოცდილების, ევროპული განათლების მიღება, განსაკუთრებით ისეთ ფორმატში, სადაც ადამიანის ფიზიკური თუ სხვა სახის შეზღუდვა მის ფუნქციონირებაზე გავლენას არ მოახდენს, რასაც მე სხვადასხვა ევროპულ ქვეყანაში ძალიან მარტივად ვახერხებდი, თუნდაც იმის გამო, რომ ინფრასტრუქტურული კუთხით გარემო ისე არის მოწყობილი, რომ ვერც კი ამჩნევ თუ ეტლით გჭირდება გადაადგილება, ანუ ჩემი დამოუკიდებელი ცხოვრების ხარისხი გაცილებით მაღალი არის, ვიდრე აქ, სადაც გარემო შენს საჭიროებებს ვერ პასუხობს. მეორე ფაქტორი ალბათ რამაც შეიძლება შშმ თემს საკუთარი უფლებების დაცვაში შეუშალოს ხელი, ეს არის ის დაფინანსება, რომელიც ევროკავშირისაგან მოდიოდა და რომელიც რეალურად ხმარდებოდა ისეთი პროექტების შემუშავებასა და განხორციელებას, რაც აუმჯობესებდა შშმ პირთა უფლებრივ მდგომარეობას. აი მაგალითად მე მახსენდება ერთ-ერთი არასამთავრობო რეგიონალური ორგანიზაციის მიერ განხორციელებული პროექტი, რომლის ფარგლებშიც შეიქმნა შშმ პირთა უფლებების ადვოკატირების საბჭო
და იგი ფაქტობრივად აჭარის მასშტაბით ისეთი პრობლემების და გამოწვევების მოგვარებაზე იყო ფოკუსირებული, რაც ყველა შუშუმუპირს რეგიონის მასშტაბით აწუხებს, იქნება ეს ადაპტირებული ტრანსპორტის არარსებობა, მისაწვდომი ინფრასტრუქტურა და ასე შემდეგ. წლებია უკვე რეგიონული არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც შუშუმუპირთა უფლებებზე მუშაობენ, აქტიურად თანამშრომლობდნენ ბათუმის ავტოტრანსპორტთან, რათა მძღოლების აქტიური გადამზადება მომხდარიყო, მათ შესაბამისი კვალიფიციური ცოდნა ჰქონოდათ შუშუმუპირთა თემზე, მათ უფლებებზე და ისეთი ინკლუზიური ტერმინოლოგია მაინც გამოეყენებინათ მათ მიმართ, რაც არ დააკნინებდა მათ პირად ღირსებას. თუმცა ეს საკანონმდებლო ცვლილებები, რაც რამდენიმე წელია უკვე ძალაში შევიდა, ისეთ წნეხს უქმნის არასამთავრობო საზოგადოებას, რომ ჩვენი თანამშრომლობა ფაქტობრივად ძალიან დიდი პრობლემების წინაშე დადგა. ამჟამად უკვე ჩემი ინფორმაციით ძალიან ბევრი ადამიანი მიდის ბათუმის ავტოტრანსპორტში, რათა დაიწყოს დასაქმება მძღოლის პოზიციაზე, თუმცა ჩვენი აქტიური თანამონაწილეობა მათ გადამზადების პროცესში სამწუხაროდ აღარ ხდება. Ზუსტად ჩვენაირი ორგანიზაციები იყვნენ ისინი, ვინც შუშუმუპირებს დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის ამზადებდნენ, სცემდნენ მათ უამრავ უნარებს, ინგლისური სწავლას, კომპიუტერული უნარებს და სხვადასხვა რაც შემდგომში დასაქმებაში ეხმარებოდათ. აღარ არსებობს უფასო იურიდიული სერვისი, აღარ არსებობს ისეთი ორგანიზაციები თითქმის, რომელიც რაღაცნაირად კონსულტირებას გაუწევენ, ლობირებას სხვადასხვა საკითხებში. ამავე დროს თვითონ მთავრობასთან ურთიერთობაში, როდესაც ყავდა მთავრობა ლობირებას ადგილი, აზრი ქონდა და ითვალისწინებდნენ შენაცხს და იმიტომ იყო დაუშვათ, რომ გადახედოთ აჭარის პროგრამებს და დანარჩენ საქართველოს პროგრამებს, თუნდაც შუშუმუპირთა კუთხით, ნახავთ რამდენად დიდი განსხვავება სასიკეთო და რეალურად ჩანს თუ რამდენად მნიშვნელოვანია მთავრობის და სამოქალაქო საზოგადოების ერთობლივი მუშაობა და რამდენი სიკეთე მოაქვს დაუშვათ ადამიანებისთვის. და ეს ყველაფერი სამწუხაროდ ეს ამდენი წლების ნაშენები ხიდი ჩაიშალა. ყველაზე მეტად მტკივა და მაწუხებს არის ის, რომ შუშუმუპირთა ინკლუზიაზე რაც ვიმუშავეთ, ვიშრომეთ და თანასწორობაზე რაც ვიშრომეთ, წყალში იყრება, იმიტომ რომ ისევ საახალწლო კონცერტების რაღაც რანგში გადავედით, საახალწლოდ რო ფოჩიანი კანფეტები მოაქვთ და თითქოს რაღაც სხვა ყველა საჭიროება ჩაფარცხულია, ეს ძალიან საშიში ტენდენცია, იმიტომ რომ ძლივს გამოვედით ამ საყვარელი საწყალი ბენეფიციარების როლიდან და სრულფასოვანი საზოგადოების წევრები ძლივს გავხდით და კიდევ ბევრი გვაქვს სამუშაო და ისევ უკან გვაბრუნებენ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. განათლების რეფორმა, რომლის მეშვეობითაც აქამდე თუ ქართველ შუშუმუპირ სტუდენტს შეეძლო საზღვარგარეთი მაგისტრატურაზე ესწავლა ბაკალავრიატზე თუნდაც გაცვლითი პროგრამებით, ისეთ განათლების რეფორმას იღებენ, რომლითაც შეიძლება საერთოდ განათლება ვერ მიიღოს შუშუმუპირმა, იმიტომ რომ ეს ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი ნიშნავს იმას, რომ შუშუმუპირს რაღაც კონკრეტული ფაკულტეტი რო უნდოდეს, მოუწევს სხვა ქალაქში გადასვლა, დამატებით ხარჯების გაწევა, რაც წარმოუდგენელია იმ სოციალური პაკეტით, რომელთაც უზრუნველყოფს სახელმწიფო შუშუმუპირს, თუნდაც პირველი ჯგუფი რო ქონდეს 470 ლარი თვეში არ არის ის თანხა, რითიც თავს შეინახა უცხო ქალაქში. ფაქტობრივად 2 წელიწადში დაინგრა ის, რასაც 30 წელი ვაშენებ და კიდე ესე თუ გაგრძელდა, მე არ ვიცი ამის გამოსწორებას რამდენი დრო დასჭირდება. რეალურად გაჩერდა დაფინანსებები თუ ვინმეს ერთადერთი ვინც მუშაობს, ეს არის დე-ფაქტო მთავრობასთან მოთანამშრომლე ორგანიზაციები. არსებული შეჩერებაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ახალი არ დაინერგება და შუშუმუპირთა მიმართ მისაწვდომობა და თუნდაც პოლიტიკა ყოველდღე ვითარდება, ახალი ტექნოლოგია გამოდის, ახალი სერვისი გამოდის და ეს ახალი სერვისები და თუნდაც მიდგომები ინერგებოდა დონორების დახმარებით, საპილოტე პროგრამებით. ჩვენ თუ გავჩერდით იგივე ადგილას, სადაც ვართ, თუნდაც და შენარჩუნდა ის სერვისები, რაც არის, ჩვენი თემი ძალიან ბევრ ამის დაკარგავს, იმიტომ რომ 156,000 შუშუმუპირში ალბათ 1000 შუშუმუპირსაც ვერ ნახავთ აქტიურს და ეს იმას
ნიშნავს, რომ ძალიან ბევრი სამუშაო აქვს ჩემნაირ ორგანიზაციას და განსაკუთრებით იმ ორგანიზაციებს, რომლებიც რეგიონებში მუშაობთ. დღეს მე როგორც საქართველოს მოქალაქე ვერ გძნობ, რომ ჩემი ძირითადი უფლებები დაცულია და ძალიან ძნელია მარტო შშმ პირთა უფლებებზე ვკონცენტრირდე, იმიტომ რომ პირველადი საჭიროებები არ მაქვს დაცული. ანუ მე ქუჩაში რო გავდივარ, არ ვიცი რომ ტროტუარზე სიარულის გამო პოლიცია არ დამიჭერს თუ არა, იმიტომ რომ მაგალითად ნელა დავდივარ და შეიძლება გზის შეფერხებად ჩამითვალონ. მე არ ვიცი რომ, რა ვიცი, უცხოეთში მაგალითად მიწვეული ვიყავი, ეხა ექსპერტად, საერთოდ სხვა პროექტი იყო, საერთოდ არ ეხებოდა საქართველოს, მაგრამ დამკვეთმა თქვა, რომ იცი რა, ქართველებთან არ გვინდა თანამშრომლობა, იმიტომ რომ რისკია. ანუ ხვალ გამოდის, რომ მე რაღაც კვლევაში მივიღო მონაწილეობა და ჰონორარი ავიღო, მაგის გამო შეიძლება დამიჭირო. რა გზა რო გადავკეტო, იმიტომ რომ შშმ პირებისთვის სერვისები მოვითხოვ, მაგაზეც დამიჭერენ ციხეში, ანუ ჩემი კონსტიტუციური უფლების დაცვა არ შემიძლია და ანუ როგორ ვისაუბრო სეპარირებულად შშმ პირთა უფლებებზე. როგორც ქალს მაგალითად ვიცი რომ სტამბოლის კონვენციიდან აპირებენ გამოსვლას და კიდე დამატებითი დაუცველობის შეგრძნება გამიჩნდა იმისი რომ რაღაცა კიდე დამატებით ან ისედაც ვიცი რომ ანტიგენდერული პოლიტიკა აქვს ქვეყანაში, მაგრამ დამატებით ზეწოლა იქნება. ფაქტიურად ორი ოფისია დარჩენილი, ჩვენი და ჩვენი მეგობრების და მინიმუმ ოფისს რო გქონდეს, თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, როდემდე იმუშავებს ადამიანები მოხალისეობრივად. ანუ ჩემ თანამშრომლებს აგვისტოს მერე მაგალითად არ აუღიათ ხელფასი. ეს დაფინანსების შეჩერება პირველ რიგში დააკარგინებს შშმ პირებს იმის შანსს, რომ რაღაც ახალი დაინერგოს. რეგიონული ორგანიზაციებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, იმიტომ რომ ერთადერთი სივრცე იყო ფაქტიურად, სადაც შშმ პირებს თანასწორად და ღირსეულად შეეძლოთ დასაქმება, გაძლიერება, ცნობიერების ამაღლება.